გამარჯობა, დღეს სირბილის პოდკასტის მეხუთე ეპიზოდია. ჩვენ ისევ ვიმყოფებით coworking sifts-ზე network-ში და დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. და თავამაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოტივატორია იქიდან, როცა დავიწყე სირბილი. ანუ საერთოდ სირბილი რო დავიწყე, ჩემი პირველი მართლა მოტივატორი იყო დღევანდელი ჩემი სტუმარი. ამ ადამიანს აქვს არაერთი ულტრამარათონი ნარბენი, მათ შორის 105 კილომეტრიც, 400 კილომეტრი აქვს ველოთი შემოვლილი, ბოსფორი აქვს გადაცული ორჯერ და დარდანელი ერთხელ. ესე რაღაც გამომრჩება, Ironman-ზე არის გასული. ესე ნამდვილად რაღაც გამომრჩება, ეხა იმდენი რაღაც გაქვს და ამიტომ რომ ჯობია რომ თვითონ მოგვიყვეს. დღევანდელი ჩვენი სტუმარია მოცურავე ველომრბოლელი და მორბენალი თამილა შარუხია და თითქმის ეს ჩემი ისტორია, მაგრამ იმდენად მეგობარი არა მე შენობით მოგმართავ იმედი არ გწყის ესეთი დიალოგი იყოს და ძალიან მიხარია დღეს ჩემი სტუმარი ხარ და აგზი ხარ, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მინდა რომ ხა ნახევარი ყველა მგონი გიცნობს უკვე იმიტომ რომ ძალიან ბევრ გადაცემაშიც ხარ ნამყოფი და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მინდა რომ ჩემს მაყურებელს ესე გაეცნო, რამდენი წლის ხარ და საერთოდ როდის დაიწყე და როგორ დაიწყე სპორტული ცხოვრება, შენით რომ ესე თქვათ გაეცნო ჩემს მაყურებელს. მოკლედ ერთი და იგივე რო არ ვიმეორე ყველა გადაცემაში, ხო? უცებ მოსაბეზრებელია, მე თვითონ არ უყურებ ხოლმე ჩემ თავს რომ მომბეზდა ამ ერთი და იგივე ლაპარაკი. მართლაც უკვე ბავშვები რო წამომეზარდა, ხო? უკვე ალექსანდრა იყო 10 წლის ალბათ, ნასტიაც უკვე გაზრდილი იყო და 44-ის ვიყავი, მაშინ და დავიწყე სირბილი, ძალიან მარტივია თქვენთან ამის მოყოლა, იმიტომ რომ სახელებით ყველას იცნობ. დავიწყე ჯერ ფიტნეს ჯგუფში დავიწყე და მე ჩემი დარბოდი იპოდრომზე, როცა იპოდრომი ნორმალურ მდგომარეობაში იყო. მე იპოდრომიდან გავიცანი ახლა ბიჭები ჩვენები გავიცანი, დავიწყე მე ლიზზე სირბილი. ლიზზე გავიცანი რაული სანიკიძე იცით ყველა. მოკლედ დარბოდით და მე რაულის უთხარი რაული უნდა დამეხმარო რა რაღაცა ისე რა რომ ცოტა ეს უკვე ფეისი რა იყო არ ვიცოდი არაფერი არ ვიცოდი საათი მე არ მქონდა მხოლოდ ტელეფონი დარბოდი რა თქმა უნდა უცებ შევიძინე ყველაფერი და დავიწყე ლიზზე სირბილი. პირველი ჩემი მარათონის საშეჯიბრო იყო ჯერ ცურვა და ველო ჯერ არ იყო სირბილის დაიწყე. აბსოლუტურად არ იყო პირველი სირბილი. არა, ცურვაზე მე სულ დავდიოდი, ოღონდ ეს ცურვა არ იყო. ეს იყო თავაწეული რაღაცა, ჩემთვის მე ვიბრობდი, იმიტომ რომ ცურვა ძალიან მიყვარდა მოკლედ. და ისა რა ქვია, თბილისის მარათონზე გამოვედი 2016 წელს. პირველი იყო ჩემი ეს, მაშინ 10 კილომეტრი ვირბინე და შემდეგ ახლა ყოველ წელიწადს გამოვდიოდი მანდ და ვოლდრანზეც ვოლდრანზე კახეთში როცა ტარდებოდა იქ დრო ფუფუნება მქონდა. მოკლედ სულ რაღაცა სულ იქ პატარა საპრიზო ხო იცი ასაკობრივში ხარ საერთოში მე ვერ გავიდოდიო და საერთოდ რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან დიდი ის იყო წინ წასვლის მოტივაცია. მადლობა რომ დამეხმარე. მოტივაცია იყო ჩემთვის და ვისთან ერთად დავბოდით ახლა ძირითადად დავბოდით გიორგი პატარაიასთან, ბაჩო გაბუნია პირველი აირონმენი იყო, უნდა ვთქვა, საქართველოში, ნახევარ აირონმენი გააკეთა, მაგრამ ნამუშევრობა აქვს. მაინც დათო ადამია და რამაზ ლიპერტელიანი ყველა მიცით ესენი და რატო ახსენებ ახლა კიდე მაგათ. მოკლედ ამ სირბილების შემდეგ ესენი წავიდნენ აირონმენზე და დამიწყეს ესე რა, მიდი რა, შენ შეძლებ და ხო იცი ახლა ენერგია გაქვს და როგორ ვერ გააკეთებ და უნდა გააკეთო და აი ამათი ეს როდის რამდენ ხანში რაც გეტყვი 1-5 წლის უკან ალბათ რა ესე ხო იცი ლაპარაკში და ნუ ჯერ რაღაც ვერ, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე შევიძინე ველო, მაგრამ ეს ველო იყო სამთო ველო და რაღაც რამოდენიმე ველო ტურზე ვიყავი წასულმა ძირითადად ჩემი ველო დიდოთახში როგორც ვეძახი იდგა და არ გამომიყენებია, ნუ იშვიათად რომ გამოსულიყავი და მოკლედ
და ვიტყვის სირბილზე ტრაბზონი მარათონი ხო ეხაც ხო დადიან ტრაბზონში რა ბევრი და მაშინაც წავედით აი ჰამლეტმა მამიკორიანმა გამკეთა ორგანიზება და ზედიზედ 3 წელი ჩავდიოდი და სულ პირველი ადგილი, მეორე ადგილი ბოდიში რაღაცა იმას ჩაგეჭრები. ანუ ჩეჯიბზე ეგრევე გახვდა, ძალიან მალევე გავედი, კი. ანუ დაიწყეს შენ სპორტული ცხოვრება და ძალიან მალევე გავხდი შეჯიბზე. ახლა გეტყვით რატო მოხდა ესე? ჩვენ უკვე ყველამ ვიცით, რომ მარტო სირბილი არ ყოფნის. მე დარბაზში ვიყავი უკვე მზად. ჩემი სხეული იყო ძლიერი იმისთვის, რომ მე ეს გადამელახა. უბრალოდ ეს კარდიო ვარჯიშები უფრო რახან უკვე ტერფიც ძლიერი მქონდა, მუხლი ძლიერი მქონდა, ჩაჟღომებსაც ვაკეთებდი და ამიტომ ჩემთვის ეს უფრო გამარტივებული იყო და ამიტომ არ გამიჭირდა რა. მით უმეტეს რომ დისციპლინა არ მქონდა საერთოდ საერთოდ არ წასულიყავი, მაგრამ როცა რაული ჩემ გვერდით იყო, ხო, არასოდეს არ ვაგვიანებდი, ტაქსით მივდიოდი, ლიზზე იქ უნდა და აუცე ის რომ დათმული ქონდა თქვა 9 საათი იყო, 8 საათი, ოღონდ 7 საათი, არ ვთხოვ მეთქი რა. ხო და ისა რა ქვია მოკლედ ძალიან ხო ოღონდაც უკვე ასაკობრივში ხო არა ასაკობრივში ვიღებულობდი მაგრამ იქ დაჯილდოება მქონდა ტრაბზონში და თასები და თანხა და რავი ძალიან ბედნიერება იყო რა და მე ზუსტად ეს ჩვენი ბიჭები ხო ეს პატარაიაც ადამიაც ირაკლი ღუდუშაურიც სულ ყველა მიდიოდნენ ლარნაკაში უკაცრავად სტამბულის მარათონი იყო და კონსტანტინე მიდიოდა კაჩურა და ირინა შკონდა იყო და ეს ნუ ჯგუფი და წავედით სტამბულში. სტამბულში გავედი მესამე ადგილზე ასაკობრივ კატეგორიაში. ეხლა როგორ წავედი? თუ გაინტერესებს თუ არა და კი როგორ არა. მოკლედ ეხლა გეტყვით როგორ მოვემზადე სრული აერომენისთვის სტამბულისთვის. ეს როდის არის? ეს არის 2019 წელში, 6 წლის უკან ზუსტად. დაწყებული მაქვს ახალი სირბილი, ნუ ის ხო, ახალი დაწყებული აშკარად, ხო? 16-ში რო ვიყავი თბილისის მარათონზე და რო გამოვდიოდი, იცი რა არის? ერთი თვე, ხო, ეს ხო ჩატარდება, ერთი თვე მე არ დავდივარ, მე გამოფხიზდები, ისევ დავდი, ნუ წყვეტილ. ნუ სტამბული მარათონიდან პატარა ეს ამბავი უნდა მოყო, რომ რაული მეუნება შენ ისე ხარ მზად რომ 4-დან გამოხვალ რა 4 საათიდან. შანსი არა, ოღონდ დავაფინიშო. ანუ 42-200 დარბოდი. კი. პირდაპირ ეგრევე. პირდაპირ. მანამდე მაქსიმალური მქონდა ნარვენი 17 კილომეტრი. მართლა? 17, ნუ ეხლა რისის ქეთებზე რო იქ ხან სიარულით ადიხარ და 22 კილომეტრი გამოდის, აი ეს ამას ეს სტამბულში ტრეილი იყო თუ ტრასის? ეს იყო კლასიკური, მაგას უძახიან ოქროს მარათონს ზუსტად 42 და 195 მეტრია, ზუსტად თან ბოლო აღმართი, ბოლოს არის 200 მეტრი აღმართი, ნუ ეგეთი რა. თან ისეთი რა ქვია, ქვაფენილიანი, ნუ მოკლედ ძალიან რთული. და სტამბული მარათონზე რო წავედით, მიდიო რა ხა იცი, სელფის ჯოხით ვირბინე, ტელეფონით ორმაგი ბრამეცო, აქ სარკე, აქ პომადა, აქ სავარცხალი აუცილებლად გზელით მე გაშვებული, ნუ მე მეორე წყვილი გამოსასვლელიც გექნებოდა იქვე რომ მე გამოგეცო. მერმოვასარი მაგდენი, მაისური მქონდა კი ის გავიხადე მახსოვს. ხო და როგა 37 კილომეტრია რა და ხო ვიცი ჰამლეტი ცალკე მარიგებდა რომ აი 37-36 კილომეტრზე გეწყება ის მარათონის კედელი ესე ამბობენ რა უკვე ძალიან რო გიჭირდა უკვე ხო რა ეგ არ მქონია საერთოდ გეტყვი რატო იმიტომ რომ დავიწყე 6-იანით დავიწყე თუ არ ვთქვი თუ 5-30 ნუ ჩემთვის მაშინ ეს სწრაფი იყო ეგ ეხა ჩემთვის ეს უკვე აჩქარება გამოდის მაგრამ მაშინ ნორმალური იყო ძალიან ეს მეგონა რომ ძალიან ელა მივდიოდი რა და ბევრი ბოდიალი ხო იცი აღთქმის ფოტოგრაფი დავინახეთ დავივარცხლე რაღაც პომადა ხო და მოკლედ 37 კილომეტრზე უყურებ საათს ვაუ გადავთვალე ხო იცი უკვე გადავთვალე რამდენი ფეისით უნდა მივიდე რომ 4-დან გამოვიდე ხო ნუ მე ავიწყო მე ვირბინე და ბოლოს პირიქით მანდ გაგეხსნა იმის მაგივრად გამეხსნა რას ლაპარაკობ და ბოლოს ის 200 მეტრი რო აღმართი იყო სიმწრისგან უკვე ვატყობ რომ უნდა ვიტირო რა ეხლა უნდა ვიტირო თან არავინ არ არის რა ყველა თქვა თავისი სარბენი აქვს არავინ არ ხდება ფინიშზე შენიანი ხო და
ზუსტად 23 საათი 59 წუთი დამჭირდა. ვაიმე, ნუ ეს იყო, არ ვიცი მე და ცოტა როგორც კი ბღავი ვარ, მოვთქვავტირი ვარ, იქ ფეხზე ჩიპი უნდა მოვიხსნა, რომ იქ ჩავაბარო ის ჩიპი ხო, ფიქსირდეს, ხო? ფეხზე იყო რატომაც და ის რა ქვია და გოგო მეკითხება რამე ხვალჭი და არა მეთქი კარგათაა ყველაფერი ბედნიერების ცრეულებია რომ ეს ყველაფერი დასრულდა რა და ურეკავ მე რაულის რომ რაულ მეთქი 4 და მე ხო გითხარი შენ გიყურებთ ვიცით ყველაფერი უკვე მოკლედ მანდაც გახოდი მესამეზე ხო ასაკობრივში და შემდეგ რო ჩამოვედი ისევ ეს ჩვენი ბიჭები მეუბნებიან რომ ჩვენ ახლა ლარნაკაში მივდივართო მარათონი უნდა ვირბინოთ და არ გინდა წამოსვლა ოღონდ ახლა ხუმრობენ ნახდათ რა იმიტომ რომ ახლა ორი ირბინე კიდე ორ კვირაში მეორე მარათონია ხო ხო და აქეთ რაული მეუბნება რომ ესეც ტრასის მარათონი იყო ტრასის მარათონი იყო ლარნაკაში არ ქონდა ჯერ სასწაული როგორ ტრეილი ჯერ არ ქონდა ნარბენი არა ტრეილი არ ქონდა ნარბენი ახლა ლიზზე რო ხო მარტო ლიზზე ხო 40 მეტრია ამაღლება მეტი არა ის არ ითვლება არაფერ. ის იყო ჩვენი დასვენების დღე იყო, კვირა დღეს ქონდა ეგ რა. და რაულის უნდა მეთქი უნდა ვირბინო მეთქი და რას ამბობ? აიწრუებ არ გამოგივა ეხა შენო გაქო ვარსკვლავის ის გაქო რა თავში ავარნელი გაქო და საერთოდ შეეშვები სირბილს რომ არ გამოგივა არ გინდაო არ გიჩეო და მეთქი არა რა კაი მეთქი ისე ცივად მითხარ რომ მეთქი ჯობია გავჩუმდე და მთელი ღამე არ მეძინა და მეორე დღეს ურეკავ რაულ მეთქი თუ მე ვერ დავაფინიშებ შენი ბრალი არ იქნება ეს ჩემი გადაწყვეტილება მე უნდა ვირბინო რა მაინც კი რას ამბობ 3 წუთით გავაუმჯობესე სტამბოლის ორ კვირაში ვირბინე ორ კვირაში ვირბინე კი ოღონდ ეხლა არ წამიღია ის სარკეები და ისინი არ წამიღია ოღონდ სიცხე იყო აი რაღაც ძალიან სიცხე იყო როდის იყო რა სეზონი გეტყვი ეხლა შემოდგომა იყო ნოემბერში იყო თუ ოქტომბრის ბოლოს იყო სტამბული არ მახსოვს ეხლა ოქტომბრის თუ შემოდგომა იყო მაგრამ ეხლა კიპრი მაინც კიპროსზე მაინც ხო იცი ხო და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვიყავ იქაც მესამე ადგილი მქონდა და მოკლედ ხო მე ეხა რა მე აზერბაიჯანში იქაც საპრიზოებზე გავდიოდით იქ ნახევარ მარათონი ვირბინეთ ერევანში 11 კილომეტრი რაღაც გამოდის იქაც ორჯერ ვიყავ იქაც პირველი და მეორე ავიღეთ თუ არ ვცდები ხო თუ მეორე და მეორე წასვლაზე პირველი. ნუ რამიშელობა. ეხლა რამდენი წლის ხარ ეგ არ გვიყვება. ეხლა ვარ 53-ის. 53-ის და სათხე ორი კვირის. ერთი სული მაგ როდის მოვა 55 წლის რომ დავხდები რომ უკვე საპრიზოზე უფრო შეექნება შანსი ცურვაში მაინც დავიდე. და სათხე ორი კვირის 62 კილომეტრი ირბინა. 62 იყო იქ 62 ტრეილი მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ მე მინდა კიდევ ვიცი რომ ერთი კითხვა მქონდა ხო რამ განაპირობა საერთოდ შენი სპორტულ ცხოვრებაში ანუ ნაბიჯის გადაწყდა რამ ინსპირაცია გქონდა თუ აი რატო გადაწყვეტე უცებ რატო მოგიგა მაგალითად 54 წლის ასაკში ანუ ყოველთვის აქტიური ვიყავ ბავშვობიდან ვიყავი სულ აქტიური რა ესეთი ხალუსია გოგო არ ვიყავი თოჯინებს სახში თამაშობდი და გარეთ ფეხბურთს თამაშობდი ბიჭებს და ომობანას და სირბილში ვეჯიბრებოდი თეთრმას და ის სულ ეგეთი აქტიური ვიყავი და სკოლაშიც რო რაღაც შეჯიბრება იყო ყოველთვის მივყავდი ხოლმე მე მასწავლებელს იმიტომ რომ მეუბნებოდა რომ აი შენ სირბილის ნიჭი გაგდა აი უნდა ნუ არ იყო იცი მაშინ ახლა დედა მუშაობდა მამაც მეზღვაური იყო ზღვაში იყო ხოლმე და იქ უნდა წაყვენ წამოყვე ხო იცი ბავშვებს ესე არ გაგიშვებენ რა და თან სულ ხან გაციებული ვიყავი რევმატიზმი რაღაცა და ნუ დედაჩემ სულ ეშინოდა რომ არ გაცივდე და დარბის და მაინც გიშვი დარბოდი მაგრამ ხო და მომფრო პირველი პარკურის ტიმე ვიყავი რა სიდან ხვდებოდი და რეებს ვაკეთებდი ეგ არ ვიცი და მოკლედ ხო და ისედაც სახში ხო სულ რაღაცას ვაკეთებდი ჩემით რა ჩემით ვარჯიშობდი პრესები იყო რაღაც იყო სირბილით რო გითხრა რომ დარბოდი სირბილით არ დარბობდი მაგრამ სულ რაღაცას კი რაღაცას უცდილობდი რა და შემდეგ უკვე აი მახსოვს პირველი შვილი რო გავაჩინე რაღაც 25 კილო მოვიმატე მეორე შვილი ხო მითხარი ხო კი მაგრამ ერთ წელიწადში უბრალოდ რა იცი უცებ წონის კლება არ დავიწყე იმიტომ რომ ბუნებრივ კვებაზე მყავდა ერთიც და მეორეც და ამიტომ ვცდილობდი რომ ახლა ბავშვისთვის მიმეწოდებინა ჯანსაღის საკვები რძის ჩემების
ალექსანდრაზეც ასევე 35 მოვიმატე, მაშინ ვიყავი 35 წლის და უკვე რომ წამოიზარდა ბავშვი, მართლა უკვე შევატყვე რომ ახლა მოშვებული ვიყავი მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ უკვე წონა მქონდა ზედმეტი და დავიწყე მე აი აღარ განვეორდები აერობიკით და მე ეგრევე სირბილი მალევე სირბილი შეუერთდი და ეგრე. ხო, ეხლა მინდა იმას გადავიდე, რომ თრეილიც ირბინე და ყველაზე ბევრი გირბენია მგონი 105 კილომეტრი თრეილაბის ლისის შარშან. შარშან და ეგ მინდა რომ მომიყვე, ხა როგორ გადალახე ეს ყველაფერი როგორ იყო? ხა ერთს რა იყო? მე მანამდე ვირბინე 64 და რაღაც გამოვიდა, ეხლა რაც ვირბინე რა. ხო. ეს იყო მანამდე. ხო, ნანამ ირბინა ჩვენმა და კიდე ვიღაც უცხოელი გოგო იყო, ორმა ვერ დააფინიშა და ნუ მე მაშინ გავედი მესამე ადგილზე. ოღონდ ასაკობრივში არა, არა, საერთოში გავედი, ნუ ამინდი იყო, ნუ საშინელი ამინდი იყო, წარღუნა იყო. შარშან წინ ესე იგი. შარშანში 3 წლის წარღუნა იყო 3 წლის უკან, არა, 4 წლის უკან იყო და 3 წლის უკან. იყო ეს. იყო 102 კილომეტრი და ამერია გზა. ხა. აი ეგეთი მაინტერესებს. ეცი როგორ რა მომივიდა, თავიდან გვითხრეს რა ბიჭებმა, რომ 62 და 100 კილომეტრი, 105 კილომეტრი მიდიხართ ერთად. ხო. დიდგორზე რო ავედი, იქიდან გზა იყოფა და თან გოგა მეუბნება რა, რომ თავიო, ხო იცი ახლა შენო არაგერიოსო რა, მარცხნივ არ გადაუხიო, ასე პირდაპირ წადი და მარჯვნივ. გოდი შაქჭირ დავითი არ იყო შენთან ერთად. არა, მარტო ვიყავი. ხო და რომ ვირბივარ, ხო ფიქრობ, მეთქი გოგას რაღაცა შეეშალა რა, მარცხნივ უნდა წავიდეთ, ხო და წავედი 62 კილომეტრი, 62-ზე და იქიდან მე დათოს ურეკავ ჯუხაშვილს მეთქი, დავით ამერია გზა რა უკდა წვიმა წეკახული ჩაში, აი ცა გაშავებული, საერთოდ მარტო მოდის მარტო ვარ. იცი რა არ მეშინო, შიში კი არ მქონდა, შიში მქონდა იმისი, რომ დროში ვერ ჩავეტეოდი და 24 ხელი გულით მომზადებული ვიყავი, რომ ეს უნდა გამეკეთები და ვოცნებობდი 100 კილომეტრზე. ხო და მოკლედ უკვე ვატყობდი, რომ დავიკარგე სადღაც 27 კილომეტრზე, 27 კილომეტრზე დავიკარგე. კი არა და დიდგორის შემდეგ დავიკარგე უკვე, დიდგორის უკვე ჩაუხვიე მარცხნა. სანამ ვეძებდი გზას, რამოდენიმეჯერ 56 მოვაგროვე კილომეტრი ძებნაში რა. და მივხვდი რომ უკვე ვეღარ ვეტეოდი და უკვე დაურეკე მე და მომაკითხეს. ესე იგი ეგ მაშინ იყო 3 წლის წინ. მე ხა ვთქვი რომ 2 წლის წინ. 3 წლის იყო. 3 წლის ანუ ეცადე 100 კილომეტრის, მაგრამ და მაიმე იცი თელი წელი განვეცდი იყოს და ესეთი სისულელე როგორ იცი რატომ მოხდა ეგ, იმიტომ რომ რუთი უნდა კონდეს საათი შეყვანილი. ყველაზე მნიშვნელოვანი. და მეთქი როგორ ვერ გავარკვევ გზას თან ისე. პატარა კილომეტრსაც კი სვანეთში დავიგარეთ 6 კილომეტრიანზე გავედი და მანდაც კი აგვერია. ხო და მე უკვე შარშანი იყო, ნუ ძალიან ბედნიერია, შარშანი უკვე მზად ვიყავი, ხო იცი? ისევე ეგრე. აქ უკვე გადაწყვეტილი რომ всё ეს უნდა დაფინიშეს და გავაკეთო. აი არ არსებობს, ხო და ხო იცი, აქ რო გადაწყვეტი ის ჯიუტად რო გაქვს და ხო. და დათოსთან ერთად ვიყავი, რა შემაშინებდა, ნუ დათო დამხვდა უკვე დიდგორზე და იქიდან ერთად წავედით. ხო და ნუ გზაში ძალიან ბევრი პირადი ფეისერი იყო. კი, ჯერ თავიდან ვიცინოდით, მივდიოდი და ბოლოს უკვე გადაგინდები რომ იყო ერთმანეთის დანახვა აღარ გვინდოდა მე და დათოს უკვე შენ მეაწი აღარსა და წავყვები. ბოლო წამოსვლა ეს. დაგხვდით ჩვენ მახსოვს იქ ფინიშზე. მე რო ვთქვი ბოლოს რა თქმა უნდა დათო ისე კარგად იყო მარკირებული გზა. აკიშნებოდა. იმას მახსენებს სულ და მოკლედ მეორე ადგილზე გახვედი მან. ხო და ნუ ძალიან ბედნიერი ვიყავი მართლაც, მაგრამ რა მომივიდა? არასდროს ეს არ გააკეთოთ ხალხო. ჩავიცვი სოლომონის ძალიან მაგარი პოტასი, ოღონდ იქ ჩასაცმელი არ იყო რა. გამახსენდება მე თხელძირებზე რო არა ძალიან მაშინ პულსარი, სოლომონის პულსარები ჩავიცვი და ვიფიქრე რომ უნდა გამოვიცვლი დიდგორზე რა, როგორც კი არა და ჰოკა გატოვებული მქონდა. და თურმე იქ რო არ დავაკვირდი, მე ესე ვიცი ხოლმე არ დავაკვირდები და გამოცვლა შემეძლო 67 კილომეტრს მერე, როცა უკვე ქსილისის მთას მოვივლიდით და იმ ყველაფერს რომ მოვივლიდით, უკვე მეორე წრეზე დიდგორზე რომ იქ უნდა ვეხვერწები ბიჭებს გამომაცლებინეთ თქვენიანი ვარ არა წესი ყველას ის წესია სწორი ეგრეც არის რა მოკლედ პოტასი ვერ გამოვიცვალე და ფეხები
აი როგორ მქონდა იცი აი არ მქონდა ტყავი საერთოდ ფეხზე სისხლებით ვიყავი 67 კილომეტრის შემდეგ ნუ ესე მქონდა მოყუჭული მე გამოვიცვალე და აი დაღმართი შენ იცი რომ დაღმართი არის ჩემი აი ძლიერი მხარე დაღმართებზე კი არ მორბოდი ნელა მოვდიოდი რომ ყველა ფეხის დადებაზე ფეხის გული ამაღლება რამდენი იყო აქ ეგეც 4500 საკმაოდ ისეთი რთული იყო კი არის აიცი რა მე ვიცოდი ეგ უკვე გავლილი მქონდა ნაწილ-ნაწილი და ამისთვის უკვე მზად ვიყავი რა თქმა უნდა კი რთულია ხო და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვიყავი და ეხლა მოგიყვებით შენ არ დაველოდები შენ შეკითხვას კაჭკარზე მოგიყვებით ეხლა კაჭკარი თურქეთი აი ეხლა ხო ზუსტად ეგ უნდა მეკითხა ეხლა ვიყავით ისევ 100-იანზე დარეგისტრირდი დავრეგისტრირდი 100-იანზე რო გითხრა ფიზიკურად ვიყავი ძალიან ძლიერი არა მე წავედი იმისთვის რომ დროში ჩავტეულიყავ რომ დავეფინიშებინა ეს რა რამდენი იყო მან ისე დრო აქ იყო 81 კილომეტრი სრული 81 იყო 100 იყო მაგრამ ამაღლება ქონდა 5500 კაპიკებით ხო და ტრასაც რთული იყო თან უცხოა ხო იცი რო არის საგული ხარ აგრე ყველა ქვა კენჭი ვიცი სადრაგდია რა ჩვენ იმაზე ჩვენს ტრასზე და იქ უცხო მხარია თან სიცივე წვიმა თოვლი ალაგა საშინელი ამინდი ხო და ეს იყო ეხლა ერთი არა 3 კვირის უკან 12-ში იყო მე მგონი ხო 12 სექტემბერს ხო რაღაც ეგრე იყო უთიემის მერე იყო ხო და მერე იყო რომ მზად ვარ ეხლა ყველანი მობილიზებული ვარ აქ ესე პარკებში გამზადებული მაქვს ის ჩემი ქიმია პარაშუტები ისინი და დაწერილი ამ 38 კილომეტრის ეს მე რა უნდა დალიო და დავლიო და ჩანტაში ჩაწყობი ჩანდას ვერ აწევ ისეთი მძიმეა დახურეს რუგზაკიც გვაქვს ხო და გამოაცხადეს რომ ასე და აი კინაღა ვიტირე რო გავიგე რომ ისა რა ქვია 100 კილომეტრი მოხსნეს რა და ყველა მოხსნეს 100 კილომეტრიანები და 50-იანი გადაგწერეს კი ყველა და სხვათა შორის ბევრი პროფესიონალი ეს მოდიოდა რა ქვია მორბენლები და გზიდან გაბრუნდნენ უკან რა არ უნდათ 100-იანი იმიტომ რომ იცი რა ხო იცი როგორ არის ზოგი 100-იანზე უფრო კარგად არის და ის სწრაფი არა როგორც ჩემ შემთხვევაშია ისე ზუსტად და ამიტომ გაბრუნდნენ უკან იმიტომ რომ ძალიან ძლიერები იყო Adidas Terexis ისინი იყვნენ სულ სპორტსმენები დაფინანსებული პირველ ადგილზე გეტყვი პირველ ადგილზე გავიდა ჩემ ასაკობრივში ქალი რომელმაც ირბინა 5 საათში და 22 წუთში თუ რაღაც იფრი რა 81 კილომეტრი კი არა 50 უფრო 50 და მის ინსტაგრამზე რო შევედი ხო აი ქალს ყავს ცალკე ნუტრიციოლოგი ცალკე მასაჟისტი ცალკე ექიმი ცალკე ის ანალიზების ყველაფერი და ნუ დაფრინა რა ასაკობრივ კატეგორია შენი ასაკობრივ ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში არ უნდა მომბობდი ახლა მაგრამ ნუ რა ვქნა რა მე ახტოვანებული ვიყავი ამ ხალით იყო პროფესიონალი მოთხილამურე იცი როგორი აი ოლიმპიადაზე რო გადის და ეგეთი რა ძალიან საათში რო 50 ხო ახლა მეც რო გადამიხადო ხელფასი და მეც რო მაშინ მეც მივაკავდი თავს მოკლედ ასე და ხო და რო გავიგე რომ 100 კილომეტრი არ არის და აქ მობილიზებული ვარ და მთელი სხეული სიმივით მაქვს დაკაჩული რომ აი მე ეს უნდა გავაკეთო და აი მე მინდა ჩემ თავს დავუდგიცო რომ მე ღამე რაფანარი მქონდა წაღებული ეს ცალკე თემა იყო ნუ ეს შუბლის ხომ მქონდა და არასოდეს არ დამიტენია რა ანუ ბატარეიკა არ გამომიცვლია ნაყიდი მაქვს ის პატარა ეკები რომ ჩეოლები რა პულტის რო თურმე ის იმაზე არ მიდის ხო პერცის ის არა ფანარზე ნათურა რაც ქვია არ მიდის ნუ კარგი და სახში ხელის ფანარი მაქვს ესეთი დიდი ვაიმე ოღონდ როგორ ანათებს იცი აი არ ვიცი რა ეგ წაიღე ცოტა მძიმეცა მაგრამ ჯანდაბას როგორ მეთქი ცოცხალები იყო იქ ჩეკპოინტზე სადმე დავტოვე ჩანდას რო აზამი და მე მეთქი წავიღე და რო გავიგე რომ არა და აი იცი რა ხო იცი ესე აი თოვლი რო ჩამოიფუშება ესე რა რაღაცა ისე ნუ ჩამწყდა რაღაცა და მოვდუნდი მეთქი ახლა 50
იმაზე რომ ხარ მომზადებული საპრიზოზე მაინც არ გავდივარ მეთქი და ვისიაუნე ჩემთვის ლაღად ვირბინე მშვენივრად რა. საშნელ ამინჩი. ანუ ეგ ირბინე და მე ძალიან მალევე იყო, ეხა ეს 62 კილომეტრი თუ 64. ხო, მაგრამ არა, უცებ აღდგენას უცებ. 53 წლის კალი გორნება თავი რა. ხო, კი მავიწყდება იცი ასაკ. ხან სარკეში არ ვიყურები ხოლმე ზოგჯერ რომ რაიმე აქ ნაოჭი. არა, ბოტოქსი არის ძალიან მაგარი რაღაცა, მაგრამ არ არის სარგიბჩეთ. ძალიან ორთვეში ისევე დაკოჭული ვარ. ყველა ჩემი მეგობარი ხო გიცნობს თუ ახლოდან არა შორიდან მაინც ყველა გიცნობს. მოკლედ ეხლა მინდა ველოზეც გადავიდე ცოტა. კი სირბილის პოდკასტია, მაგრამ მე ცურვაზეც და ველოზეც რო არ ვისაუბროთ არ შემიძლია. მე მინდა იმაზე ისაუბრო, რომ შენ გავლილი გაქვს 400 კილომეტრი 24 საათში თუ კი თუ უფრო ნაკლებში და საშნელ ამინჩი და იმ ბრევეთზე მინდა რომ მომიყვე. მოკლედ ვიტყვი იმაზე ველოზე რა მე ხო, აი ველოზე როგორ დაიწყე ეგეც მითხარი მოკლედ 22 წლის უკან მომივიდა ავტო ავარია მომივიდა, ჩემი ბრალი იყო, მე ვიჯექი მან საჭესთან და ისეთი შიში დამიტოვა რომ ნუ არასოდეს ხო არ დავждები მე საჭესტანს გამორიცხულია რომ აი ისედაც ფსიქიკა ძალიან შემიცვალა ის რომ ყოველდღე რა იქიდან განმოხტომა და რაღაცა ისეთი შიში დამიტოვა რომ მეხუთე სართულიდან განმოხედვა მეშინოდა მაგრამ ნუ ახლა ნელ-ნელა მე გადამიარა მაგრამ ნუ ძალიან შიში და ამიტომ გადავწყვიტე ველოზე დაჯდომა რა რომ მეთქი ველოთი მანქანებთან რომ გავივლი ხო შიშ გადავლახავ მანქანა რომ მიახლოვდებოდა ხო რამდენჯერ ყოფილა რომ ესე ტროტუარზე ბალახი რიყოს წაგწეული ვარ რომ შიშის გარო მეთქი არ დამეჯახოს ნუ გადავლახე ეს შიში ეხა გადასარევად ურსავში ვიყავი გუშინ შვენივრად ხო და მე რა იცი არ მიყვარს რამოდენმეჯერ თხოვე ხოლმე რომ გამყოლოდა ვინმე აი სუპირვერი ნაბიჯები ველოთი ჩემთვის გამყვენ ხოლმე და ძალიან მადლიერი ვარ და შემდეგ დავიწყე მარტო იმიტომ რომ არ მინდა სხვა შევაწუხო მე ჩემი ტიპი მაქვს როგორც სირბილშია იმას ვისი ტიპი მოკლედ შევეთ ქალაქში დადიოდი კუსტბა ლისი მე ნელ-ნელა დავიწყე ხო ტრასაზე იქ მეშინოდა ავტობანზე მაგრამ მე ავტობანზე დიდგორზე შარშან 3-4 დიდგორი გავაკეთე მოკლედ ეს ეხლა მაგრამ ნუ ეს ნელ-ნელა შევეჩვი და მე მარ მიხელიძემ კი იცი მოხრეს გოგოა ჩვენი ველომერი კი ველომერი მოაწყო ეს შეჯიბრი არ არის ბრევეთი ჩვენთვის ოდნავ რაღაცა ორი კაცი რომ მიდის მე უკვე შეჯიბრება ჩემთვის უკვე წინ მინდა რომ რასაც ყველა მოწყურებული ვარ ამ შეჯიბრის და მაგას და ყველა ერთმანეს ნელაქერით არა ეს შეჯიბრი ხო იცით პრიზი არ იქნება მე და ჩვენთვის მნიშვნელობა არ ქონდა ამინდი წალკიდან ვიწყებდი. საშინელი ამინდი იყო. 25 მაისია, ხო, აქ თბილა სითბოა, იქ თავსხმა წვიმა თავსხმა. ბოდი 24 საათში მან ჩატეულიყავით, ხო? 27 საათი იყო. 27 იყო და 24-ში. 27 იყო და 24 და რაღაც დამჭირდა მე. და რო ავდივართ ესე თოვლი სიცივეს ჯერ ვეგზნობდით რა და უკვე რომ ეს მაგრამ რომ ეს ხელთათმანები დამისვლა და ყველაფერი და ზემოთ რო ადიხარ გამეყინა ხელები ისე გამეყინა რომ მუხუც ხელს ვერ უჭერდი რა ღამე მოგვიწია გორში ჩამოვედი მოკლედ მოგიყვები მოკლედ ძალიან გავწვალდით რა და ვარციხეში იყო ერთადერთი უკვე რომ ახალქალაქიდან ვარციხემდე იყო 3 საათი კარგი ამინდი ბუნებას ასწავლი და იქ ცოტა ამომისუნთქეთ რა ნორმალურად მართლა გზა იყო რაღაცა ზღაპრული და ვარციხედან ნელ-ნელა რომ დაიწყო უკვე წვიმა არ გადაუღია წვიმას ჩამოვდივართ ბორჯომში ვაიმე ბორჯომში დავხთა ცხელი პიცები ხაჭაპურები ჩაი ყავა ვაიმე მე კი მარეს რას უფრად აგვავხედრე ხო და ზოგი ბიჭები დარჩნენ სასტუმროში რა ეგ უნდა ზოგმა ვერ გააგრძელა ხო ნახევარზე მეტი დარჩა იქ ვინც დარჩა ყველა იქ დარჩა რა მე მგონი 14-მა დავაფინიშეთ ბოლოს თუ რამდენმა დაიწყეს 30-მა დავიწყეთ ხო და ახლა ვინეს არ ეწყნოს გვარსახელს არ ვახსენებ არ ვიცით მე მგონი 16-მა დააფინიშა რა ეგრე ხო და ბორჯომში ჩავიდე და ბორჯომის ხრთი არც გაბედოთ მეთქი 1-2-ს გადავაფიქრებინე როგორც კი ცხელი წყალი მოხდება კუნთებს
გაითიშება კუნთები და აი საუნა არავითარ შემთხვევაში აი დიდი თქვათ 100 კილომეტრის მერეც საუნა გამორიცხულია, იმიტომ რომ ანთებითი პროცესი მიდის კუნთებში, ანთებითი ქვია იმას, რომ სისხლძარღვებისაც და გულისოწყვა შეიძლება არაერთხელ პირიქით ცივი წყალი და ნუ ცურვა კარგია, ოღონ ცხელია. ხო. მოკლედ და ეხ მარტო მოვდივარ და всё დამეწყო გულის პრანჭვები. მარტო? უსმინე. ბორჯომში ძალიან კაი ბიჭები ცოტნე და სანდრო. ხო და ცოტნე ამაშუკელი და სანდრო ნიკოლაიშვილი. ბიჭები, ახალგაზრდა ბიჭები ხართ, მეთქი რას დასვენება, არ გადამივიდოთ. მე ხო იცი როცა მინდა ასაკს 60 წლის ქალი მივდივარ, მეთქი და თქვენ ახალგაზრდა ბიჭები. მოკლედ ბიჭებიც რა თქმა უნდა ამბო და წავედით რა, სამივე წავედით ერთად, მოვდივართ ბორჯომიდან ხაშურში. ხაშურში როგორც იქნა ხარ ეს უკვე ჯერ დღე არის. ღამე, როგორც მაშინ იმერეთში იყვნენ, ყიამეთი ღამეა. და როგორი ღამე იცი? აი არსად შუქი, აი არაფერი არ არის. და წვიმა და სიცივე და საშინელი. კი. შუქი ჩვენ გვაქვს უკვე სიცივე აღარ არის, უკვე დათვა რა. წალკაში იყო იქ. აქეთ უკვე ხაშურისკენ აღარ იყო ისეთი რა. ხო და ესე გორამდე ჩამოვედით, გორშიც იქ ჩეკპოინტი ვქონდა, ჭამეთ ცოტა იქეთ-აქეთ და უკვე გორი იცი, ხა გორში ბევრჯერ ვართ ნამყოფი ველოსიპედებით და უკვე ნუ აღარ გაგვიჭირდა ისე და მე რო წამოვედით დამავიწყე კიდე რა ქვია იქ ერთი გაჩერება გვაქვს დიდ გორამდე არ მისული 1-15 კილომეტრი 20 იქ გავჩერდით, იქ ყავა, ჩაი რაღაცეები და მოკლედ მე იქედან უკვე დავგაცე და იქიდან უკვე ყველა თავისი სიჩქარით უკვე ის ბიჭები დარჩა უკან, ნუკრი მოდიოდა დიასამიძე გოიდან ჩვენთან ერთად ნუკრიმ დაგაზა წავიდა იქიდან უკვე ნუკრიმ გზა იცოდა, ნუკრიც ქონდა ცუდი შემთხვევა 4-ჯერ გაუცკდა საბურავი. ვაიმე ღმერთო, ვაიმე არც მინდა რო თქვა არასოდეს საბურავი არ გავსკტობია. ხესად არის. და ხო ბედი მეთქი მწყალობს ხო და ნუ ამით მართლა ძალიან გამიმართლა და რათა მთლიანობაში რაღაც 428 კილომეტრი გამოვიდა და ხო და კიდე რა 24 საათში 24 საათში კიდე ცუდი ამბავი ის რომ უკვე სახში ხარ ჩამოსული და დიდგორის გზა უნდა ჩამოვიაროთ რა ნაწილი და თბილისში იყო წარღვნა წვიმა და ეს გზა დიდგორიდან რომ ეშვები და აი პატარა კენჭს ვერ დაინახავ მოდიხარ აი 60-65 სიჩქარით რომ მოდიხარ მოვდივარ ნელ-ნელა ხეები ტალახები იმიტომ რომ გეშინია რომ აი საშინელებად დახვდა მოკლედ და მაინც აშში გზა და მე იყო რომ ზუსტად აირონმენზე ბიჭები დარეგისტრირებული ვიყავი მაგის მერე იყო აირონმენი მაგის მერე იყო აირონმენი მაგრამ მანამდე პოლონეთში ვიყავი დარეგისტრირებული 20 ხო 20-ში რა მაგრამ პანდემია ხო დაიწყო რაღაცები ყველაფერი დაკეტილი იყო და მივწერე იმათ რომ მეთქი გავაუქმებ და ეს რომ გადამიტანონ შემდეგ წელს და რაღაც მოკლედ არ მოხერხდა და ეს აირონმენი ჰქონდა გულში მქონდა რა ეს თავარი აირონმენი იყო თუ ნახევარი თავარი იყო ეგეც რო უთხრა მაყურებელს რა არის აირონმენი ნახევარ აირონმენი იყო აირონმენი არის 2 კილომეტრი ცურვა ნუ კილომეტრი და 850 იქაც ვაიმე სასწაული ამბავ მომივიდა ეს ანტალიაში იყო მე ხო გზა ეს ცნობილი ფაქტია გზა უნდა ამერიოს გზაზე რომ მივდივარ ხოლმე იქ მერევა გზა რომელიც ზეპირადრიცი რა ხო იქ შემიძლია გადაუხვიო და 2 კილომეტრის მაგრად 2500 მეტრი ვიცურე გზა ამერია ზღვაში უბრალოდ კი არა ზღვაში აგერია უნდა ამოსულიყავი რა მაგას ქვია ავსტრალიური ამოსვლა უნდა ამოხვიდე გაირბინო ნაპირი და ჩახვიდე და მე პირდაპირ მოუხვიე რა და ხედავ რომ არავინ არ მომყოფა და ხალხი იქეთ მიგზა მეთქი რა ხდება და მე მივხვდი და მოუბრუნდი უკან ეს ნახევარ აირონმენი არის 2 კილომეტრი 2 კილომეტრი ცურვა 90 კილომეტრი ველო და 21 კილომეტრი ნახევარ მარათონის სირბილი რა და ის სრული არის 4 ცურვა 180 კილომეტრი სრული მარათონი ველო და სრული მარათონი მაგრამ მარათონები რითი განსხვავდა მე ამოვირჩიე წელს რაც არ გამომივიდა სრული მარათონი ავირჩიე ყველაზე რთული არის ეხა ნუ 2 ეს არის ლანზეროტში ხო სად იყავი ეგეც მაინტერესებს 2500-ზე მეტია ამაღლება
მზე იცი როგორი ეგეთი მზე მე ეს ნიცაში იყავი? კი, წელს ვიყავი ნიცაში ივნისის ბოლოს. ამ სრულზე იყავი, სრულზე ვიყავი, ხო. მაგრამ წელს მოხდა ისეთი რაღაც, რომ აი ველო შეჯიბრზე ვიყავი 90-100 კილომეტრამდე იყო დუბაიში. ხო. და სანამ შეჯიბრის 2 დღით ადრე წავედით სასეირნოდ რა ველოთი გავსულიყავით და ანუ რაღაც იქ შემხვდა რომ მივდიოდი და ავსტრიალდი და ესე გავასწრე დავეცი და გამიწყდა მყესი მხარს. არ ვაქცევდი ყურადღებას, მეთქი არაფერია. ეს აირონმენამდე ხო? აირონმენამდე, მეთქი მორჩება. თან უკვე სლოტები ناقიდი მაქვს. 550 ბოსფორშია გადახდილი, 550 ბოდიში რაღაცას ვკითხავ. აქ ყველა შეუულია მიღება მონაწილეობის თუ აქ ეს არის რამე ლატარია როგორც UTM-ის არა, ყველა შეუულია მიღება, მაგრამ რთული რა არის, იცი? აი, წამებში იყიდება სლოტები. უნდა მოასწრო. წამებში, აი, ეგრე რა. და ბოდიში კიდე რაღაც უნდა ვაწვდო. შენი ველოსიპედი უნდა გქონდეს, ხო მანდ? კი, არა, უყურე შეგიძლია იქირაო, მაგრამ საშინელება შენ ველოზე იცი ველო, ხო? სულ სხვა ან შენი ზომა, ან გასწორება უნდა. კონკრეტული ველოსიპედი ხო, აეროდინამიური თუ რაღაც. მე ეგ არ მაქვს, იცი, არ მაქვს. ეგ უფრო სწრაფია, ხო? ტეტე ველოსიპედის ეძახიან მაგას, ესე დასაწული მაქვს მე. ქარის გამო არის, ხო, ეგ ქარის. აეროდინამიულობის გამოა და ისვენებ რა, წევხარ ველოზე და შენ ეგეთი არ ისვენებს და მაქვს რქები, მაგრამ არ უკეთებ, იმიტომ რომ იმას ცალკე ვარჯიში უნდა და ტეტე ველოსიპედი, იცი რა, ყველაფერი ფინანსებთანაა დამოკიდებული. ყველა სპორტი ძვირია. ჩემი ესპორტი მყოფნის არ მყოფნის. თან სამი ვერო გინდა უკვე ის არის სირბილი წელი. ყველაზე ის არის, რა ქვია, ყველაზე ძვირი სპორტია ტრიატლონი. ნუ კი, ტრიატლონი. და ხო, ნიცაზე გითხრა კიდე. და ნიცაში მოხდა ეგეთი, აი ჩემი უყურადღებობა რაც მე მახასიათებს ხოლმე. ნუ იქ რომ ანუ ინგლისურად იყო რა და იქ ახლა ვათარგმნებდი, მეგობრებთან ერთად ვიყავი და ვათარგმნებდი რომ მეთქი აი ველოზე მაინტერესებს ყველაზე და დანარჩენი ყველაფერი ვიცი და ნუ გამორჩა რომ ეთქვა რომ კატოფი იყო. ზუსტად კატოფის წინ 600 მეტრია დარჩენილი და ველოზე ხარ უკვე? ველოზე 52 კილომეტრი და 1100 მეტრი გავლილი მაქვს. ცურვა იყო, მე ველოა მე იყო, უკვე 4 კილომეტრი ცურვაზე მომინდა საათი და 32. ხო და ნუ ჩემთვის ამ მხრიდან ყველაფერი ჩემთვის ნორმალური იყო რა. და მე მეშინოდა რომ მე ვერ ჩავეტევოდი სირბილში. ხო, ამის მეშინოდა, მაგრამ ეხა ველო ნუ ყველანაირად არ არსებობს რა და მე მითხრეს რომ აი ასე რომ ყველა იყავით ყურადღებით რა ჩემსავით ნუ მოიქცევით მე ვიქნები მაგალითად და მოიხსენე ესა რა ქვია ჩანთა და ჭამ ოღონდ ჭამ ნელ-ნელა რომ აი კუჭთან კარგად მივიდეს ეს და აი ვიცი რომ მე ეხლა რომ შევჭამ 130 კილომეტრი შემდეგ აღარ გავჩერდები რა აი მხოლოდ წყლის გამო შეიძლება შევჭერდე და რო გამაჩერეს კინაღა ვიტირე. ეს რამდენზე გაგაჩერეს? 53 კილომეტრი გახდა უკვე რომ მივედი რა. ხო, ნახევარზე დაახლოებით. ნახევარზე, ყველაზე რთული ნახევარი ქონდა. და მანდ იყო კატოფი ნახევარ-ნახევარად დაყოფილი იყო ხო? ეგრე იყო და მე ეგეთი პოლონელი კაცი იყო და შენო რა ესაო კიდე რა 4 წუთი და მე 1 წუთი დამაგვირა და გამაჩერდა. იცოდი მეთქი კატოფი რო იყო კიო ვიცოდი მაშინ ღირსი ყოფილი მეთქი და ეხლა თუ არ ვცდები ისევ გეგმავ აირონმენს. ეხლა ორში ეხლა უკვე 27-ში მივდივარ ანტალიაში იგივე მარშრუტი. იცი რა, ისე ახლოსაა, მან ყველა წელს ვივლი რა. რაღაც ანუ ესეც სრულ აირონმენს. არა, ესეც ნახევარია. სრული მექნება მომავალ წელს მექნება. ხო, ესე იგი არ არსებობს რა, რო არ წამოვწდეს. მაინც ერთად წამოვწდეს. საიდ არა, ისა სუიციდალურ შევინახავ რა, ჩემსაც ვერა და უკვე დარეგისტრირე, მაგრამ სამაგიეროდ იცი როგორ სად ვარ დარეგისტრირებული კი. სადაც აი მოხვედრა ის ერთი ბოსფორზე მოხვედრა უფრო იოლია, ვიდრე იქ მოხვედრა, ხო, იმიტომ რომ იქ 6 გეტყვი ახლა დაწერეს რომ 10 წამში უკვე გაყიდული იყო მონაწილეობის იქით არის სასწაულია და მოკლედ მანდ ვაპირებ წასვლას და როცა მივდიოდი აირონმენზე აი გიორგი მეუბნება პატარაია გიო მეუბნება
თამიო შენ იმაზე სწრავაზე ვერ ხედავ და ის იმაზე ხო სწრავაზე ვერ ხედავ ხოლმე ხშირად ის იმიტომ რომ გასული ვარ ხოლმე არ ვარჯიშობ მესარება რაღაცა ტრამვა მაქვს მოვიგონო ან დეპრესიას მოვიგონო ან ამინდი არა და გაიხედა და მარათონზე გამოვიდა ხო შენ არ ვარჯიშობ სახშიო ველოტრენაჟორზეო და საიდან ვარჯიშობ გიო მეთქი არა მაქვს ველოტრენაჟორზე და თლიანზე აპერებო წასვლასო ვერ ისაო გამორიცხულიაო რა აი ველოტრენაჟორი უნდა გქონდეს რა ხო აი სავარჯიშო იმიტომ რომ ჩვენთან არ არის მართლა იმის სირბილი არა სირბილი შეიძლება ბილიკი არ არის საჭირო და ველო კაია თან ველობილი სახში მაქვს რა პრობლემა რო გინდოდეს მაგრამ ხო იცი ჩვენ რომ ჩვეული ვართ გარეს მე ის გეზარება ხოლმე მაგრამ სავარჯიშოთ მართლა კაია ხო და ნუ ველოტრენაჟორი არ მქონდა მაგრამ აი ველოში მართლა მზად ვიყავ მოკლედ ეს თემა გადავიდეთ სხვაზე კი და ეხა ის მინდა აუცილებლად თქვა რომ ბოსფორი ორჯერ გაქვს გადაცურული და დარდანელი ბოსფორი შარშან გადაცურე მგონი 6.5 კილომეტრია ხო ბოსფორი და საათი და 22 წუთში როგორც ვიძიე საათი და 22 წელს საათი და 22 წელს გეტყვით ეხა რაშია საქმე ბოსფორი ყველა წელს სხვადასხვანაირია რატო ამინდის გამო და ზღვის დინების გამო როგორ ხდება რომ ხტები წყალში ხო ცოტას გადიხარ 200-300 მეტრი დინებაში ხტები და დინება გეხმარება მოყავხარ დინებას წელს დინება იყო ძალიან ნელი და ამიტომ ყველა ვიცი ყველა თქვა რომ შარშან ყველას წელს უნდა თქვა უფრო საპრიზოზე რაღაცაზე უფრო ნელა იყვნენ საპრიზოზე ვინც გავიდა ისინიც იმათაც დრო ცოტა უფრო მეტი იყო თქვა შარშან თუ გავიდა ვიღაც 50 წუთში წელს 1 საათი დაჭირდა და უფრო ნელი იყო ხო და არის იცი რა მე რომ მკითხავს ადამიანი თავიდან ხო იცი ძალიან რთულია და რომ მორჩება უკვე ხო ეს შეჯიბრი მე ვაიმე რა მარტივი ხო ალბათ თავიდან ყველაზე რთული ისე რომ გადახტე პირველი ნავიჯი იქნება ყველაზე რთული ალბათ რო ხედავ აი ეს რა ქვია სივრცეს და ეგ რო დავინახე კი ნახავ ხო იქ შინგად მახსოვს ეს რო დამეთქი ეს რა აი სივრცეს რო დაინახავ კიდე სხვანაირი სასწაულია შორიდან რო უყურებ საშინ აი რასამ და მე ჩემ თავთან მქონდა 2 ღამე ჩემ თავს ვაწყარებდი რომ კაცო მე რო ვნახე იცი ასაკიანი 70 პლუსი ქალებები იყო რა და თან ისიც დაინახე რომ ვიღაც იხჭობოდა ოთრას და ჩინელი სურათი მაგდროს რომ გააგრძელო ჩინელი ქალი help ხუდი მოიხადა როცურავდი მაგდროს როცურავდი მაგდროს ახალი 200 მეტრი ვარ გამოსული მეტრი არა იცი რა ეტყობა რომ ჩახტა ხო ვერ გადალახა ის მაგრამ რო გითხრა რომ შარშან უფრო გრილი იყო წყალი აღელვებულიც იყო და ესა და შეიძლება ანუ რა ვიცი რაცოდე მაგას რომ დაინახავ და შენ კიდე წინ რო 6 კილომეტრი გაქვს ხო და ეხლა რა ხდებოდა ხო იცი ამ ხალს უყურებ მეთქი მივიდე ჩამითრიო დიდი მოცურავე მე არ ვარ წყალზე ხო გმირად რო ვერ გამოაჩენთავს დავინახე რომ კატები წამოვიდა და ამოიყვანეს ეს ქალი მაგრამ გარდაიცვალა ერთი კაცი სპორტის ოსტატი იყო 67 წლის მიდიოდა რა ქვია იმას საპრიზოზე გადიოდა რა და ეთყობა იჩქარა და ხო იცი მაინც და გულისი ხო და წელს კიდე 29 წლის ბიჭი დაიკარგა ის სპორტის ოსტატი თავისი ცურვის სკოლა აქვს და ყველაფერი და ვერ იპოვეს მithumetes რომ ჩვენ როცა ვცურავთ ბიჭებმა თქვენს კიდეც მოცურავეებმა რომ ჩვენო ადალაზას ხედავდითო დადიოდენო რა ძალიან უსაფრთხოება დაცულია და წელს ლაპარაკი იყო იმაზე რომ ბუით უნდა ვიცროთ ბუი ხო იცი ესეთი გაბერილი გუშტივით რუგზაკივით არის და წელზე გიკეთია და ისე ხო კაი იმიტომ რომ ხო და რომ მე გადავწყვიტე რომ მე კი რაღაცა ხო უნდა გავაკეთო ხა კიდე ხო რაღაც ხო მეტიჩრობა ხო მიყვარს თავი ხო უნდა გამოვიჩინო და მე კი რაღაც ეხა ბოსფორი გადავცურე ბარემ იქავა მე მას რომ მოგწერე ხო ის ხო იცი ეს გადაფრენის ფული ეს ყველაფერი უკვე გადახდილია ბარემ ჩავალ დარდანელში დარდანელში ჩვენ ვიცით რომ ბატონი ჰენრია ნამყოფი თავის მოსწავლესთან პირველი ბატონმა ჰენრი და მის მოსწავლემ გადაცურა მაგრამ ისინი პროფესიონალებია მე ვარ მოყვარული და ასე რომ პირველი მოყვარული მე ვარ მეტიჩრობა და მე და ახლა
და წერენ ჩატი არის რა სპეციალური. დარდანელი ბოდიში 6 კილომეტრია, ხო? ისიც 6, ხო. ის 6.5 იცი რა, ის 6.5-ია, ეს 6-ია, მაგრამ რთულია ბევრად. დარდანელი? ბევრად რთულია, ვიდრე ბოსფორი და ჩატში დაწერეს, რომ ეხაო ვიც მოდიხართო მაშიო დარდანელშიო, არის ფიქრობთ, რომ ისაო, რა ქვია, ბოსფორივით მარტივია, რომ ჩახტებითო და დინებას მოყვებით, ეგეთი არ არის. აქ არ არის ხო დინება. მოკლედ თან დედამთილი მახლავს, მოკლედ ერთად მივიდივართ ის ბალეში ყავს, დროშით ხდება, ის მოკლედ ძალიან კარგი იყო. მეთქი ვინმე ყოფილებელი ხალი ვარ, რომელსაც დედამთილი ახლავს სამუშებად. თან დედამთილი ულამაზესი მყავს. ხო და მოკლედ წავედით დარდანელი სადაც ვიყავით, იმ ადგილს ქვია ჩანაქალე. თუ ვინმეს დაინტერესებს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ მომავალში ვიღაცას მოუნდება რა, დამეკავშირდით დაგაკვალიანებთ. ავტობუსით 4 საათი უნდა და ბოსფორი და სტამბულიდან ჩანაქალემდე 4 საათი უნდა, მშვენიერი ბუნებას უყურებ, აიმე ულამაზესი იყო დარდანელი, ულამაზესი. თავი მეგონა სადღაც ევროპაში რო ჩავედი. წყალი როგორი იცი, აი შედიხარ კილომეტრი და კილომეტრი შედიხარ და ყველა კენჭი ჩანს. აი ეგ უნდა მეთქვა ბოსფორი ხო არ იყო? აი თევზები, არა, ბოსფორი მღრია. სკატები უზარმაზარი სკატები. თან შემაშინა მეთქი ხო ეგ ხო ის არის ელექტროობას ატარებს თუ კუდი მისი მოხვდა და რა ვიცი მე. ულამაზესი თევზები, აკვარიუმში მეგონა თავი. ხო და მოკლედ გადავცურე 4-5 წელი რო ხალხი ჩადიოდა იმათზე სწრაფად ვირბინე 10 და 15 ვირბინე. სირბილის პოდკასტში რო ხარ მაინც. და მოკლედ ეგ რამდენ საათში, რამდენ წუთში? საათი და 32 არა, საათი და 37 დამჭირდა. ოღონდ იქ სულიშრომე იქ რთული იყო კი, მაგრამ აი ლამაზი იყო და თან პირველი იყო ცოტა მეშინოდა, იცი, დრო იყო საათი და 45 იყო დრო მოცემული, ან საათი და 42 საათიც არ იყო მოცემული რა. კაი, გამოწვევა ყოფილა. ხო და ამიტომ მომიწი იქ მართლა ერთი გელი დავლი. ხო დილით საჭმელს დავჭამ არასოდეს. აი მეც ეგრე ვარ. რახან სირბილის პოდკასტია და ჩვენ ხო კვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხოლმე ყოველთვის, ხო? ეხა ბოლოს იცი გელი 62-ზე ერთი გელი არ დამელევია საერთოდ. გეტყვი, თაფლი? ხო. თაფლი მქონდა. ამასიანთ რო ლაპარაკობ. ძალიან მაგარია თაფლი. აი მურაბაც რო იყოს, ხო? მართლა გეუნებით. ოღონდ მურაბა მე არ მიხმარებ, თაფლი ხო იცი. ეს ერთჭირადი თაფლები რო იმას არა, შოთები მომწეს, ეგ ბოსფორში მომწეს ესენი რა. ეს თაფლი შოთები მომწეს ბოსფორში. მაგ შენახული არ ქართულიც არის, ქართული ბრენდაც თაფლი. ქართული არ მინახია. პირდაპირ ბოთლში ვასხავ. აი ანუ ერთი ბოთლი აქვს გამზადებული ეს ტკბილი ხსნარი და კიდე წყალი და თაფლი ანუ. წყალი, თაფლი, ბეცია, კიდე რაღაცეები, სხვათა შორის იცი, ბევრი არაკეთებს მე პროტეინიცაც კი, პროტეინსაც ურევ, ხო, ამბობენ რომ აი მაინც კუნთი, ნუ მე ასე ვაკეთებ, არ ვიცი რატომ ეს ერთმა მორბენალმა რომ ვირჩია იმის მერე აშკარად მუშაობს და ხო. ოღონდ დატესტოთ წინასწარ უნდა შეიძლება კუთვნილებაზე ყველას ყველაფერი უნდა დატესტოთ კონკრეტულად აქ რასაც მოისმენთ პირდაპირ შეჯიბრზე მაგით არ გახვიდეთ ხოლმე ჯერ დატესტეთ იმიტომ რომ კუჭი ისეთია რა სირბილის რა დროს გიღალატეს კიდე წინასწარ ტაბლეტს ხოლმე წამოსვავ იმას რა ქვია ნუ კუჭის მოქმედება რო კარგად გქონდეს და ანუ შეერი ვიწყებ რა აივა საერთოდ შეერი და კიდე რა მქონდა წელს და გელიც არ დაგილევია გელი არ დამილევია მაგრამ დღეს რა მომივიდა რო ავედი 24 კილომეტრი არის ზუსტად დიდგორამდე რა 23 ხო წერია მე 24 და მივდივარ და გოგრის სუპი უნდა ყოფილიყო და არ არისო ცხელიო და ცივიაო და დაელოდე ახლა გავაცხელეთ რაც ქვია რა ხო და ისინი არისო რა ქვია ეს სირბილზე ხო და ჩვენ ხო განებრიებული ვიყავართ ტრეილავს რომ იქ 1000-ნაირი სნეკია და ისინი არისო მარილიანი ჭხიები ან რაღაც არისო და აბა თქვენ ასე მე ძალიან მიყვარს ხოლმე თქვენ ასელოდით აბა აქ და მეთქი თუნდაც ცხელ სუპს ან ცხელ ყავას
და ანუ რა შეჭამე 62-ზე? არა, მე სანამ ისა, არა, ვჭამე როგორ არა. ჩემი ბუტერბროდი მქონდა წაღებული. ანუ მყარი საჭმელი შეჭამე სირბილის. მე რო ეგ არ გამეგზავნა ხო, არ ვიცი, მე ვიცოდი მე შარშანას ეს მქონდა წაღებული ბუტერბროდს ვიკეთებ ყველით. და იმით ну ხორცი თხლად დაჭრილი ხორცი. ანუ მყარს როგორ გადათარგმნოს რა ვიცი მე. ხო და ეგ მქონდა და ამასობაში ის სუფიც რაღაც გაცხელდა. მაინც შეჭამე. კი, მაგრამ ყავის გარეშე დავრჩი. არ იყო ცხელი, ოდნავ თბილი იყო გადავაქცი, არ ვინა მეთქი, მადლობა. აიცი რა მაინტერესებს? აი როგორ აბალანსებ ოჯახს და სპორტულ ესე ცხოვრებას. ოჯახი ეხა უკვე ხო იცი, უკვე დიდებია ბავშვები. ხო, აი როგორ აბალანსებდი მაშინაც, ნუ? მაშინ როგორ აბალანსებდი, იცი რა, ყოველთვის უნდა იყოს, ვცდილობ, ცხელი სადილი უნდა იყოს, დღესაც ახლა დილით რაღაც დავიწყე ჩალაგება, იქ რაღაც პლავი გავაკეთე, ხორცი და მთელი ამბები. დიასახლისის უნდა დამეწერე. უნდა, ხო, ეგ რომ გამოგაცხადე. ეგ აუცილებლად, იმიტომ რომ ერთი მახსოვს ბავშვი სკოლაში მიდიოდა და დედა ჩვენ ღარიბები ვართ და რატო შვილო მეთქი და აბა ყველა მაშინ ბუფეტში ჭამ საჭმელს და შენ სახლიდან მატანა ვაიმე მეთქი მათ დედებს ეზარება გაკეთება და შენი დედა გისათებს ხო თვითონ აი რო გამოგაცხადე იქ მართლა დიასახლისიც უნდა მეთქვა თქო იმიტომ რომ ვიცი რომ ესე ისიც არა აუცილებლად მე თქვა და აი თქვა ხო ვირბინე დილით რა მოვედი არ უნდა დავჭდე ეგრევე ჩაი მაქვს ან თუ ბავშვების სახლში არიან მეუბნები რომ ჩაი ისე მოვდივარ იციან უკვე ჩაი უნდა დამახვედრო ცხელი ჩაი იმიტომ რომ სირბილის მერე არ ვიცი თქვენ შენ როგორ აგაქვს სულ ცივა რა იმიტომ რომ აი გააჩე თუ ინტენსიური სიცივა ხო საერთოდ სქელი ხალათი უნდა ჩავიცო ხო ცხელ შხაპში თუ ხარ და კაი ხანი უნდა იდგე იქ რომ გათბე შხაპშიც არ შევდივარ ეგრევე ვიწყებ სადილის კეთებას და მერე გავდივარ შხაპში და ასე შემდეგ რომ ის ენერგია სირბილის რომ მომყვება დავხარჯო უწევს აბზარებაში. ეხლა რა მინდა რომ უთხრა ის იმ ხალხს ვინც ფიქრობს რომ გვიანია დაწყება რაღაც სპორტული აქტივობის. აი მე ვფიქრობ შენ ხარ მაგალითი ასეთი ხალხისთვის და აი რას ურჩევდი? იმიტომ რომ მგონია რომ მაინც ბევრი ფიქრობს ეგ რომ არა ეხლა რამდენი წლის ხარ ეხლა ხარ დავიწყებ. რას ურჩევდი ასეთ ხალხს ვინც ეგრე ფიქრობს? პატარა ისტორიას გეტყვით რო ავდი ნიცაზე რომ მივდიოდი ველოთი იყო 22%-იანი აღმართი იყო, ნუ ძალიან აღმართი იყო. ისე გამიჭირდა რომ მეთქი ახლა ჩამოვა რა და ცოტას მე ერთ 20 მეტრ 30 მეტრს მაინც ფეხით გავილი მეთქი და აი ესეთი სისწრაფით ასეთ აღმართზე 70 პლუსი ეწერა უკან ხალხს ფრანგი იყო ეგენი არიან რა ვიცი დაფრინავდი ველოთი 70 პლუსმა ხალმა ისე ამიქროვა რომ გადავიფიქრე და ასე რომ გვიან არასოდეს არა უნდა აი შენ თავს უნდა უთხრა ჩვენ ვართ ზარმაცები მეც ზარმაცი ვარ რა აი ეს უნდა დაძლიო თუ შენ სიზარმაცეს ვერ დაძლევ ხო სულ კოჭი გეტკინება სულ წელის ტკივილი გეკნება სულ ზედმეწონას დააბრალებ რომ აი მე ახლა 100 კილო ვარ ან 80 კილო ვარ და ამას ეს შემაწუხებს არა იარეთ სიარულს არაფერი არ უშლის იმოძრავე თავი იმოძრავე სწრაფად ოღონ ისე უნდა იარო რომ აი ის რო კონდეს რა აი დაღლობის სისტემა სულ თქვა რომ ადიშკა როგორ ახლა ხო ჩქარი სუფთით რო იარო და ოფლი რო წამოგივიდეს ისე უნდა იაროთ და კი და ეს ბოლო კითხვა უნდა გისვა რამე ხო არ გამოგჩა ბევრი რაც გამოგჩა მაგრამ იცი რა აი დავით ესე ვიცი ხოლმე ხო იცი გადავალ ყვებაზე რო დავიწყე ახლა ლაპარაკი ჩვენს ახლა რო იყო 64 კილომეტრი მესტიაში ვიყავით კიდე, ნუ მესტიაში 42, მესტიაში 42 იყო, მაგას არ ვთვლი. მომავალ წელს 100 თუ არა, ნუ 79 ხო ახლა უკვე მამა ძალიან ვფიქრობ, ას გუგას რო უყურებდი როგორ მოდიოდა, მოკლედ ხოჩა გუგას. ბაქოში ვიყავით, იქ 200 კილომეტრი ვირბინეთ, ეხლა აპრილში დამავიწყდა. რატო გამახსენდა გეტყვი? კვებაზე რო დავიწყე ლაპარაკი რა ეხლა ჩვენ 64 კილომეტრზე იმის შემდეგ აპრილის შემდეგ კოკა-კოლა მე ყველა შეჯიბრზე კოკა-კოლა ვსვამ არ დამილევია იმდენად შემზიწყდა გეტყვი რა გუგას დაემართა ეგ 6 ლიტր კოკა-კოლას ვსვავდი იქ რა 200 კილომეტრი იყო დაყოფილი 4 დღედ
აი ნამდვილად ჯობია რომ ის 200 კილომეტრი ყოფილიყო თქვა 24 საათიანი ან 30 საათში ჩაატებდნენ ვიდრე ესე ნაწილ რა ნუ მოკლედ ძალიან კოკა-კოლას რატო გაქვს ხო და კოკა-კოლა იყო ჩემთვის აი იმიტომ რომ უაზროდ ვსვავდით კოკა-კოლას საერთოდ საჭმელი თითქმის არ მეჭამია ის 4 დღე ხო და ის 4 დღე წყალი საერთოდ არ დამილივი აი კოკა-კოლა მეც ამოტოს შუა სიბრისას მაგრამ გუგამაც ასე დალია პირველ რომ კილომეტრზე 20 და რაღაცაზე და თუნდაც გახდა და იმის მერე კოკა-კოლის ხსენება არ უნდა. ხო, მაგრამ კოკა-კოლა ძალიან არა და ძალიან კაი, რომ უცეფშება, შაქარი იმდენი აქვს ალბათ, რომ ბოლოსკენ უფრო უნდა დალიო, თქვა მე ვცვავდი უკვე თავიდანვე და სულ თუ მაგასო. მე მეთქი არ გამაგონეთ კოკა-კოლა და კიდე რა ვიცი, ეხა კოფეინზე მე სულ ავა კოფეინებდა რაღაცა, მაგრამ მივხვდი რომ ჯობია რომ კოფეინი არ გამოვიყენოთ, ან თქვა ახალგაზრდებმა შეგიძლიათ ბოლოსკენ თქვა გამოიყენოთ, მაგრამ აიც უზე ძალიან მოკლედ. თლად ეგეთი ის არ არის, რომ ურჩიოთ რომ კოფეინი გამოიყენოს. ხო და კი. კაი, ბოლო კითხოს დაგისვა. ძალიან საინტერესოა ესე საუბარი ბევრი რაღაც შეიძლება მოყვა კიდე, მაგრამ შევინახოთ შემდეგი იმისთვის თან უნდა მოგიწიო კიდე, იმიტომ რომ კარგ რაღაცებს გეგმავ. და ესეთი კითხვა მაქვს, რომ არა სპორტი აი დღეს როგორი იქნებოდა თამილა შარუხი? მოკლედ მე ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყავი ექიმი, დავამთავრე საერთო სხვაგან, სხვა ქვეყანაში. და შემდეგ ნუ ისე გამოვიდა რომ რაღაც ვერ მოხერხდა მამა გარდამეცვალა, დედაჩემმა მე არ დამტოვა იქ და მოკლედ სხვა პროფესია რატომღაც ვერ ავირჩიეთ და იცი ხშირად ვფიქრობ ხოლმე მეთქი ნუ ალბათ თუ სპორტი არა თან სპორტით არ წავიდოდი ყოველთვის ვფიქრობ იმას რომ ნუ ეხაც ვაკეთებ მაგრამ მაშინ უფრო მასშტაბურად გავაკეთებდი ამ უსახკარო ძაღლებს და კატებს მინდა რომ დავეხმარო და რაღაცა დავეხმარო იმით კი არა რომ უბრალოდ ვაჭამო უბრალოდ სტერილიზაცია გაუკეთო რომ ესე უპატრონოდ არ იყვნენ არ მრავლდებოდნენ და მე როცა ამყავს ყველას ახლა მე ჩემს ერთი სახში ერთი კატა ყავს, ერთი ძაღლი გარდამეცვალა, რომელსაც ძალიან უმკურნალეთ კი მოქონდა საწყალს მოვარჩინეთ ყველაფერი, მაგრამ აი გარდაიცვალა 2 თვის უკან. ოი მართლა. მოკლედ ძალიან გული მწყდება და რომ მივიხარ და აი ტრასაზე რო ხედავ, აი გული მიგვდება და ცრემლით ღაპაღობით მომდის ცრემლები და სუკისადმე მივდივარ კიდე სუცილო ჩანთაში ან მანქანით მივდივარ, მანქანაში მქონდეს საკვები და ეგ ძალიან მაწუხებს. ხო. ძალიან საინტერესო იყო შენი სტუმრობა. მართლა დღემდე ჩემი მოტივატორი ხარ და სულ ჩემი მოტივატორი. მე როცა დავრბოდი, ხო, აი ამდენ უკვე 9 წელი გავიდა, ხო? 9 წელი გავიდა, მაშინ დავდიოდი, სულ 2 ხეილი ბარი დავრბივარდ ისე. არავინ არის. ცოტა ხალხი იყო რა, ხო და ეხლა იმდენად მიხარია რომ ხედავ ამდენ ახალ რო ხედავთ თქვენ და ამდენ ახალგაზრდებს, აი მართლა мотиваცია და მე კი მწხვენია ხოლმე ჩემი ნელი ტემპის, მაგრამ რაღა ნელი ტემპი მეორე ადგილზე გადიხარ მესამე ქალებში. ხო და არ უნდა ჩავაგდო დისციპლინა აუცილებელია, დისციპლინა იმ მხრივ რომ აი ჩემსავით არ გააკეთოთ ვარჯიშები არ ჩააგდოთ და მე ეხლა უნდა დავიწყო სერიოზული ვარჯიში აირონმენისთვის და აუცილებლად ნახო ველოტრენაჟორი. წარმატებებს გისურვებ, აუცილებლად უნდა დააფინიშო ქათობებით. აუცილებლად უნდა მოხსნა მოკლედ და წარმატებებს გისურვებ და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩემი სტუმარი. მადლობა და წარმატებები და მეორე საინტერესო სტუმარი ყოველდღე უყურე ყველა გადაცემას და ხო, ეგ მომწერე რომ ყველაფერს ჩამოუყევი ჩემს YouTube-ზე. კი, ძალიან წონას უყურე და ყველას მოსმენა კარგი იყო და კიდევ ემზადები ახლა ქულების უნდა მოვაგროვო ეს ქვები და მეც ვაპირებ უციემდი ერთად გავიდეს. ხო, მაგრამ იცი მე რა აი როგორ გავაკეთო მე ცალკე ვილაპარაკოთ, მაგრამ როგორ გავაკეთო ისე რომ თქვა და არ მომიწიოს მარტო 100 კილომეტრზე ჩასვლა, ხო იცი? ძალიან ძვირია იქ წასვლა რა, ანუ წასვლა იმენად არა. წასვლა იმენად არა, თუ მივდიხარ 100 მინუტა გააკეთო ახლა. კიციმ რო გააკეთა მე ხარ მე ვახან კიციმ გადაცვიდა.
სულ მინდოდა თან რა მთლიანი მაქვს ხოლმე ნანახი რა როცა მიდიან უყურებ მეთქი შეიძლება ხო და წავიდეთ UTMB-ზე აუცილებლად ვიქნებით ჩვენც აბა კარგად დიდი მადლობა ყველასთვის გამოგვიწ უნდა დავიწყო ესეთი რაღაცის თქმა ერთი წუთი რომ ამ ვიდეოს ვიღებ მაგრამ ეს გამომწერები არ მემატება YouTube-ზე და ჩემი ესეთი მოტივაციისთვის ძალიან გთხოვთ რა რომ გამოგვიწერეთ აუცილებლად გავაზიაროთ მე გავაზიარებ და კიდე თუ მოგწონთ იმიტომ რომ Instagram-ზე უფრო იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს ესეთი პოდკასტი არ გვაქვს ხო იშვიათია რომ აი ქართულენოვანი რო იყოს და გჭირდება იმიტომ რომ მე გჭირდება ბევრი ინფორმაცია ვღებულობ თქვა ახლა კიტიმ რომ მოყვა ხო YouTube-ზე ძალიან მაინტერესებდა ზუსტად ძალიან საჭირო ინფორმაციები იდება მოკლედ ამ ჩემს YouTube-ზე და გამოგვიწერეთ აუცილებლად მადლობა